არის 12 თებერვალი, მოგვეხსენება ყველას. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა გახლავთ მერკური. ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ ახალი საქმეების წამოწყებისთვის იდეალური პერიოდი ყოფილა, თუმცა ამის მიუხედავად ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს სიფრთხილე გვმართებსო და უფრო დეტალურად მოვისმენთ ახლა ყველაფერს. დილამშვიდობი, საქართველოს დღეს 12 თებერვალია, ოთხშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია და დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. დღეს ენერგია იქნება ზენიტში, შესაბამისად, ნებისმიერი საქმის, ნებისმიერი ახალი რაღაცის წამოწყება შეგეძლიათ. თუმცა ერთადერთი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ეს არის არ არის სასურველი ცუდი ფიქრები, განმარტოვება, ან რაიმე სახის ნეგატივის გაგზავნა სხვა ადამიანებისთვის, ან თუნდაც საკუთარი თავისთვის. მოკლედ, დღეს ეცადეთ, რომ იყოთ მაქსიმალურად პოზიტიურები და დადებითები. ახლა კი გადავიდეთ ზოდიაქოს ნიშნებზე. ბერძებო, დღეს მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რას მიირთმევთ, რადგან შესაძლოა ტოქსიკური ნივთიერებით მოწამვლის ალბათობა არსებობდეს. თუ ყურადღებით იქნებით და ყველაფერს კარგად გაითვალისწინებთ, სიფრთხილეს გამოიჩენთ, თავიდან აირიდებთ იმ უსიავნებას, რომელიც შეიძლება რომ მოხდეს. შესაბამისად, დღეს მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ. კუროებო, გამოიყენეთ თქვენი გონიერება და მოთმინება. დღეს შესაძლოა თქვენი რაიმე ნათქვამი ფრაზა სწორად არ იყოს სხვების მიერ გაგებული. შესაბამისად, შეეცადეთ, რომ მეტად მარტივად აუხსნათ, მეტად გასაგები იყოს სხვებისთვის. თუ საჭირო იქნება გამეორება, უმჯობესი იქნება თუ გაიმეოროთ. მოკლედ, შეეცადეთ, რომ ძალიან სწორად და გონიურულად მიუძღეთ დღეს ადამიანებთან ურთიერთობას. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ურთიერთობები იყოს ჰარმონიული და წარმატებული. რაც შეგეხება თქვენ ტყუპებო, დღევანდელი დღე შესაძლოა თქვენთვის ცოტა ქაოტური, არეული იყოს. განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარი, დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდი და წყნარი იქნება. თუმცა მეორე ნახევარს რაც ეხება, შესაძლოა რომ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ გქონდათ დაგეგმილი. შესაძლოა გარკვეული კონფლიქტები თქვენთვის მნიშვნელოვან საყვარელ ადამიანებთან. მოკლედ, შეეცადეთ, რომ დღეს შედარებით სიფრთხილე გამოიჩინოთ და შედარებით არ იაქტიუროთ. ეს უმჯობესი იქნება იმისთვის, რომ სიტუაცია არ გაამწვავოთ ან რაღაც სერიოზულ კონფლიქტში არ გადახვიდეთ. კითხვებისთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იქნება ცვლილებების კუთხით. შესაძლოა რომ რაღაც გარკვეული ახალი ამბები გაიგოთ, შესაძლოა გარკვეული სიახლეები მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. თუმცა გაითვალისწინეთ, არ არის სასურველი სიჯიუტე. რაც უფრო მეც დათმობთ დღეს, მით უფრო მეც მოიგებთ. შესაბამისად, შეეცადეთ, რომ თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯი. მეტად დამთმობები და გულახდილები იყოთ. ლომებო, დღევანდელი დღე საკმაოდ წარმატებული იქნება თქვენთვის. ნებისმიერი სირთულის საქმე არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა იყოს ძალიან მარტივად გაართმევთ თავს. შესაბამისად, შეგეძლიათ, რომ მაქსიმალურად დატვირთოთ დღევანდელი დღე. რაც უფრო რთული იქნება საქმე, თითქოს უფრო მარტივად მოახერხებთ მის გაკეთებას. მოკლედ, შეეცადეთ, რომ ყველა შესაძლებლობა, ყველა შანსი, რომელსაც დღეს დაინახოთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ და გარდა ამისა, მაქსიმალურად დაიტვირთეთ თავი, რადგან ნებისმიერ დავალებას წარმატებით შეასრულებთ. რაც შეგეხება თქვენ ქალწულებო, დღეს სასურველია რომ იყოთ მეტად გულახდილები, მეტად გამოხატოთ თქვენი ემოცია, ის რასაც ფიქრობთ, რაც გაწუხებთ. უმჯობესი იქნება თუ თქვენს ემოციებს და გრძნობებს გაუზიარებთ რომელიმე თქვენს ახლობელ ადამიანს, მეგობრს, რომელსაც ენდობთ, რადგან შესაძლოა რაღაც თითქოს სხვანაირად შეგახედოთ იმ სიტუაციას, რომელშიც ხართ, ან თუნდაც რაღაც გამოსავალი იპოვოთ. მოკლედ, დღეს გულახდილი საუბრებისთვის ძალიან კარგი დღე იქნება. თუ ამ შესაძლებლობა მოგეცემათ, აუცილებლად გამოიყენეთ. საწორებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იქნება, თუმცა ის ბევრი საქმე და ქაოსი ნუ შეგაშინებთ, რადგან ყველაფერს მარტივად გაართმევთ თავს და მარტივად მოახერხებთ, რომ ყველაფერს თავთავისი ადგილი მიუჩნიოთ. რაც უფრო მეტი დავალება გექნებათ, მით უფრო მრავალფუნქციურები იქნებით. შესაბამისად, შეგეძლიათ, რომ დღეს მაქსიმალურად დაიტვირთოთ საკუთარი თავი, რადგან ამის შესაძლებლობა და წარმატების მიღწევის ალბათობა საკმაოდ მაღალია. მორიელებო, დღეს ასრული იქნება თუ თქვენს ნიჭს, შესაძლებლობებს, ინტუიციას მაქსიმალურად გამოიყენებთ. თითოეული ფიქრი, თითოეული აზრი, რომელიც მოგივათ, შეგეძლიათ, რომ რეალობად აქციოთ. მთავარია, რომ სწორად მიმართოთ ამისკენ ენერგია. შესაბამისად, ეცადეთ, რომ ის რისი სრულიც გაქვთ, ან დაწეროთ, გეგმათ, ან თუნდაც იფიქროთ ამაზე. მოკლედ, პირველი იმპულსი მიეცით თქვენს მიზნებს და სრულებს, რადგან დღევანდელი დღე ამ შესაძლებლობას გაძლევთ. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, ნუ დაკარგავთ იმ ენთუზიაზმს და ენერგიას, რომელიც გაქვთ. რაღაც მომენტში თითქოს საკუთარი თავის რწმენას კარგავთ, რაც ხელს გიშლით იმაში, რომ მიზნებს მიაღწიოთ. დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ, თითქოს რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. მთავარია, რომ დაიჯეროთ საკუთარი თავის, გჯეროდეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. ხისქებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. კარგი იქნება თუ დააკონკრეტებთ იმას, თუ რისი მიღწევის სურვილის გაქვთ. შეგეძლიათ, რომ ძალიან კარგად ჩამოაყალიბოთ გეგმა და ამ გეგმისკენ დაიწყოთ მოძრაობა, მოქმედება. კარგი იქნება თუ დღეს რაიმე პირველ ნაბიჯს გადადგამთ, ნებისმიერი მიმართულებით იმისკენ, რაც გინდათ, რომ მოისწროთ და მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, რაღაც
პატარა საფუძველს ჩაუყრეთ. შეგეძლიათ რომ თუნდაც მაგალითად ნივთი შეიძინოთ იმ მიმართულებით თუ რაიმე შეძენა გინდა თუ ახლოს მომავალში ან ნებისმიერი ქმედება განახორციელოთ, რომელიც თქვენს მიზნამდე მიღწევაში დაგეხმარებათ. მერწყულებო, იყავით გახსნილი სიახლეებისთვის. კარგად შეხედეთ და აღიქვით ყველაფერი ის, რაც თქვენს ირგვლივ ხდება, რადგან რაღაც მომენტში შესაძლოა რომ ერთ ადგილს კეპნიდეთ და თითქოს ვერ ხედავდეთ ახალ შესაძლებლობებს. ფიქრობდეთ, თუმცა არ გქონდეთ ამის რეალიზაციის საშუალებაც. შეეცადეთ, რომ ცოტა სხვა კუთხით შეხედოთ ყველაფერს და რაც მთავარია, დაიწყოთ მოქმედება და არა ფიქრი. უმჯობესი იქნება თუ რაიმე ქმედებას განახორციელებთ, ან თუნდაც დაფიქრდებით, როგორ გსურთ თქვენი ცხოვრების შეცვლა. დღევანდელი დღე ამის შესაძლებლობას გაძლევთ, მთავარია რომ გამოიყენოთ, დაინახოთ და გადადგათ ნაბიჯი. ხოლო რაც შეგეხებათ თქვენ თავზებო, დღევანდელი დღე თქვენთვისაც საკმაოდ წარმატებული იქნება. შეეცადეთ რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ის შანსები და შესაძლებლობები, რომლებსაც დღევანდელი დღე მოგცემთ. მაქსიმალურად კარგად დაინახეთ, მაქსიმალურად კარგად მოისმინეთ ყველაფერი, რაც თქვენს ირგვლივ იქნება, რომ არაფერი არ გამოგეპაროთ და თითოეული მნიშვნელოვანი დეტალი, თითოეული მნიშვნელოვანი რჩევა თქვენ სასიკეთოდ გამოიყენოთ. მოკლედ, ძალიან დადებითი და ბედნიერი დღე გელოდებათ. მაქსიმალურად ეცადეთ რომ გამოიყენოთ ყველაფერი, რასაც დღევანდელი დღე გაჩუქებთ და მოგცემთ. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.